შეგიძლია მითხრა, რა საერთოს პოულობ აღმოსავლეთთან და მე მოაწერა ბექამ, რომ მეტი საქმე რო არ მაქვსო, რევს წერო და მეც მეტი საქმე არ მაქვს დღეს და ამიტომ მე ის გადავწყვიტე ჩავწერო. ანუ იმის თქვა, ამიტომ რომ რა საერთოს პოულობ აღმოსავლეთთან, აღმოსავლეთთან პოულობ, შემდეგ საერთოს პოულობ იმას, რომ ჩვენ ვართ ორი კულტურის გზა გასაყარზე. მეც პირადად მიმეჩნია, რომ დასავლეთთან რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი საერთო გვაქვს, ბევრჯერ მithქვა ამის, რომ ვითანხმები და მეც ვიმეორებ ზურაბ ჟვანიას შემართებას, რომ მე ვარ ქართველი და მაშინ სადამე მე ვარ ევროპელი, აბსოლუტურად, მაგრამ ჩვენ ვართ გზა გასაყარზე, ჯერ კიდევ აბრეშუმის გზიდან მოყოლებული დღემდე და კიდევ უფრო მანამდეც, ჩვენ ვართ ორი დიდი კულტურის გამტარი გზა და ვახერხებთ საბედნიეროდ, რომ რომელიმე ერთ-ერთის მხარეს არ გადავიდეთ ბოლომდე და შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი. ეს არის ასახული ჩვენს ღირებულებებში. მეც მგონია, რომ ცალსახად დასავლეთის მხარეს უფრო ვართ და ვართ ევროპელები, მაგრამ აზიისგანაც ბევრი კარგი რამ გვაქვს აღებული და შეთავსებული. აი თუნდაც მაგალითად საზოგადოებების დაყოფა რომ ავიღოთ ინდივიდუალურ და კოლექტიურ საზოგადოებებად, დასავლეთი ბოლო საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებით გამოირჩევა ინდივიდუალიზმით. ანუ საზოგადოებაში მთავარია მე როგორ შევძლებ თავის დამკვიდრებას, მე რა ინტერესები მაქვს, მე როგორ განვავითარებ ჩემს პიროვნებას და მე უკვე ჩემი განვითარებული პიროვნებით როგორ შევძლებ თქვენ სხვებსაც დავეხმაროთ. მაშინ რაც აღმოსავლეთში არის პირიქით კოლექტივიზმია მთავარი და ჩემი როლის ამოღება წინ წამოწევა რაღაც მხრივ არის ამპარტავნებასთანაც კი ასოცირებული და ანუ ადამიანი მუდმივად უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, ჩემი როლის მეს წინ წამოწევა არ უნდა ხდებოდეს. რეალურად ორივე მსოფლმხედველობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ჯანსაღი ბალანსის პოვნა საჭირო. ეხა ისე გამოდის, რომ ყველა ვიდეოში ვიძახი, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ თქო, მაგრამ მართლა იგია, რაც კარგები ვართ თქო. ხუმრობ, ეს ხუმრობა იყო. ხო და ანუ იმის თქვა ამიტომ, რომ ამ ყველაფრის შერწყმა მოვახერხე ძალიან კარგად. პირველ რიგში ჩვენი ღირებულებები არის კოლექტიური, ანუ სადაც კარგად ვიქნები კი არა, ანუ არა. ჩემი ქვეყანა საქართველო, აი ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით. თუ გახსოვთ, აი ძალიან მაგარ შედეგებს რო ვდებით ფეხბურთში, აი ბიჭები პირველ რიგში სულ რას იმეორებდნენ, აფხაზეთი, საქართველო, აი ქრეყონ აყრილები, ავარდნილები და რო ღრიალებდნენ, ანუ იქაც კი ჩვენი ეროვნული ინტერესები და იდენტობა წამოვიდა წინ, თუმცა ინდივიდუალური მახასიათებლებიც ბევრი გვაქვს და ჩვენი როლის წამოწევასაც ვცდილობთ, რომ ანუ ეს ხომ აუცილებლად მის წამოწევა ამპარტავნებას არ ნიშნავს, ხანდახან ვცდილობთ ხოლმე, რომ აი ჩვენი როლით ვთქვათ რაღაცა უფრო სასიამოვნო საქმეებიც გავაკეთოთ, არა იმიტომ რომ მე, არამედ მე როგორც საზოგადოების სამსახურში ჩამდგარი. თუნდაც აი ეს მაგალითად, ჩემთვის მაგალითად კარგი მაგალითია იმის, რომ სადღაც შუაში ვართ რა, თორე აღმოსავლეთზე მის მაგარი გაბრაზებული ვარ, განსაკუთრებით ირანზე და მაგაზე.